მოგესალმებით შტაბიდან ცოტა ჩვენი აღქმით ცოტა დიდი პაუზა გამოგვივიდა, მაგრამ ისევ და ისევ ქონდა ამას ობიექტური მიზეზები. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ ვართ, ერთმანეთს ხვდებით, ვსაუბრობთ და დღეს გვინდა ვისაუბროთ მორჩილებაზე. ოღონდ სანამ კონკრეტულად ამ საკითხზე გადავიდოდეთ, მინდა რომ ორი სიტყვით შევეხო ტექნიკურ საკითხებს, რომელიც ჩვენს ამ პროექტს ახასიათებს რა, ბევრი მეგობარიც და დაინტერესებული ადამიანი, მაყურებელი გვეუბნება, რომ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები არის, იქ ხმა, ფონი, შეიძლება განათება იცვლება ხშირად და რავი, თქვენც დააკვირდებოდით, რომ მაგალითად ჩვენი ფონი ხშირად იცვლება რა და განათებებიც იცვლება და ასე შემდეგ. ნუ ერთი არის ის, რომ რაც გვაქვს, იმით ვაკეთებთ, მაგრამ მეორე არის იმით დავიწყეთ, მაგრამ მეორე არის ის, რომ ხშირად გვიწევს ხოლმე ადგილის შეცვლა, ანუ ეხა არა ვართ ისე სტაბილურად ერთ ადგილზე, ან ერთ ოთახში, ან ერთ სტუდიაში იმისთვის, რომ აი ნელ-ნელა რაღაცეები დავამატოთ და რაღაც ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ნუ ჩავთვალეთ, რომ ამის გამო არ უნდა გავჩერდეთ. ამის გამო არ უნდა გავჩერდეთ და ამის გამო არ უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი და არ უნდა შემოვიფარგლოთ მაგალითად Facebook-ის სტატუსით და ასე შემდეგ. ანუ გავაგრძელოთ კომუნიკაცია ისე, რომ რა საშუალებაც გვაქვს და თუ ადამიანი არის დაინტერესებული, ხა ისე რთული პრობლემების, ამოუწურავი პრობლემებიც არ არის, რომ ვერ გაიგოს და ვერ მოისმინოს რა. ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ვართ და ასე ვაგრძელებთ. გიო, მოგესალმები. დღეს ისეთი ჩემთვისაც ძალიან ისეთი თემა არის საინტერესო და დიდი ხანის, ასე თქვა, დიდი ხანია ვფიქრობ ამ თემაზე, მორჩილებაზე და იმაზე თუ რატომ ემორჩილებიან ადამიანები მმართველს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ მოსწონთ, არ ეთანხმებიან, რავი, მათ წინააღმდეგაც არიან და აი ეს ფაქტორი შეგვიძლია ისე მარტივად რო გავზომოთ, აი ჩემთვის ეგეთი ინდიკატორი არის ხოლმე, რომ მაგალითად რაღაც საპროტესტო აქციაზე რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანი გამოდის, ნუ ჩვენ შემთხვევაში აი ესე ვამბობთ, რომ 300,000 ადამიანი იყო პიკი, მაგრამ აი მომენტი, როცა ქართული ოცნება შეიცვლება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი აღარ იქნება, ქუჩაში იზეიმებს მილიონი ადამიანი. ანუ რა ხდება? პროტესტის დროს ადამიანები რატომღაც იკავებენ თავს, აი დაჟე პიკის დროსაც კი იკავებენ თავს მაგალითად პროტესტის გამოხატვისთვის და გარეთ გამოსვლისთვის და თავისი აზრის დაფიქსირებისთვის, მაგრამ როცა უკვე ყველაფერი შეიცვლება, მერე აღმოჩნდება, რომ მათ ეს უნდოდათ და ეს უხარიათ და შეიძლება ჩვენსავითაც უხარიათ იმ ადამიანებივით უხარიათ, ვინც თქვათ წლები ან თვეები ან ასე შემდეგ ებრძოდა რეჟიმს რა. მორჩილების რამდენიმე ფაქტორი არსებობს, მაგრამ რავი, არ ვიცი შევეხებ მოვასწრებ თუ არა, ყველას შევეხოთ, მაგრამ ყველაზე აქტუალურებს ალბათ უნდა შევეხოთ და გავიაროთ რა. გიო, მოგესალმები კიდევ ერთხელ. მოგესალმები, ლუკა, ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც მივესალმები. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ და გამწერების რიცხვი მატულობს. ამიტომ აქვე კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ ჯერ აქამდე არ გამოგიწერიათ არხი, დააჭირეთ subscribe-ს ქვემოთ ჩვენს YouTube არხზე და გაიგებთ ხოლმე, როგორც კი ახალ ვიდეოს დავდებთ. ასევე შეგიძლიათ დაალაიქოთ თუ ჩათვლით, რომ საინტერესო იყო. დაგვიწეროთ კომენტარი, თუ რამეში არ გვეთანხმებით, ან გვეთანხმებით. თუ არ გვეთანხმებით, პრინციპში უფრო საინტერესო იქნება კიდე თქვენი კომენტარი და აი ესე გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა. ხო, დღევანდელი თემა, რა ვიცი, დიდი ხანია ამ თემისთვის ვემზადებით და კი რაღაცეები მე ჩემთვისაც მოვიფიქრე, მაგრამ როგორ ფიქრობ, დაიწყებ შენ, მე გამოყვე თუ რაღაცა პირველი არგუმენტი? მე გამოვყოფ რამდენიმეს, მაგალითად 3 ფაქტორს, რატომაც ადამიანები მორჩილებენ და თან კონკრეტულად ჩვენ რეალობის გათვალისწინებით რა. ნუ პირველი ჩემი აზრით არის პრივილეგიები, რომელსაც აძლევს რეჟიმი გარკვეული რაოდენობის ადამიანებს. ეს არის პრივილეგიები, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თუნდაც რაღაც რამდენიმე
300 ლარიანი ხელფასიან პენსია ან დახმარებაც აი ამაში გადის რა. რაღაც მართლს აქვს ფინანსური რესურსი, რომელსაც ფლობს და ამის განაწილების საშუალება აქვს და ვთქვათ, აი ადამიანებს ვიღაცებს უნაწილებს, ვინც შუმად არის. ან ეხმარება ან რაღაც სხვა. მეორე არის ალბათ ჩვევა, უბრალოდ ჩვევა გვაქვს ამისი. ამასაც ვსწავლობთ დიდი ხანია და თან გამოცდილებაც გვაქვს, რავი, საბჭოთა კავშირში ცხოვრების, ანუ წინააღმდეგობის გამოცდილებაც გვაქვს, საბჭოთა კავშირის დროსაც კი, მაგრამ მორჩილების გამოცდილება გვაქვს. ანუ ის რომ წინააღმდეგობა არსებობდა და ადამიანები მადაგე კარგა ეხლა აღარ იცმის? ეხლა კარგია. ხო, ის რომ რაღაც წინააღმდეგობა არსებობდა და ვთქვათ პროტესტსაც გამოხატავდნენ იმ საბჭოთა კავშირის დროს ადამიანები არ ნიშნავს რომ დიდი უმრავლესობა მაგალითად ჩუმად არისო, ხო? და ესე იყო და ეს გამოცდილება არსებობს რა. რავი, სანქციების შიში რომელი ფაქტორიც ეხლა შემოვიდა, უფრო აი ქართულ ოცნებასთან მიმართებაში ეხლა კი არ შემოვიდა, აი თავიდან ისე დაიწყეს, რომ თითქოს ეს არ ჭირდებოდათ, ანუ ძალიან დაშინება არ ჭირდებოდათ ადამიანების, ხმა თუ არის მის ძალიან ცუდი იქნება. იმიტომ რომ სხვა რაღაცეებით აგვარებდნენ პრობლემებს, მაგრამ ნელ-ნელა მოუჭირეს და პრინციპში ეს ფაქტორიც უკავშირდება იმას, რომ დიქტატურა როგორც წესი კომფორტულად გრძნობს თავს, როცა ძალადობის გამოყენება არ უწევს რა. და აი როცა უწევს, მერე უჭერს ხოლმე. ეს არის და რავი, გამარჯვების რწმენის არ ქონა. ალბათ 3 კი არა, ეს უკვე 4 არის რა. რომ ადამიანებს ხო მე გამოვალ გარეთ, მე პროტესტს გამოვხატავ, მაგრამ მე პრობლემები შემექნება, პენსიას მომიხსნიან და რა გავაკეთო რა. მოდი ჩუმად ვიჯდები და როცა ყველაფერი გადაწყდება, მე გამოვალ. მე ვიზაიმებ თქვენთან ერთად. სუფრაზეც გეტყვით, რომ ცუდები არიან, მაგრამ არჩევნებზე მივალ და რავი, შეიძლება არ ჩავაგდო, მაგრამ დავმალავ თუ არ ჩავუგდებ ხო ასე რა. აი არის. ხო, იცი რა, მე მაგალითად მაგ არგუმენტებში ყველაში გამოყვები და მგონია რომ ყველა საინტერესოა. ოღონდ კიდევ ერთხელ მოუხაზოთ ჩვენ მსმენელს მორჩილებაზე რატო ვლაპარაკობთ, ხო? და ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული აქტივიზმის თვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული აქტივიზმი არის გააზრება ესე იგი პროცესის ჩვენ და გვესმოდეს არა მხოლოდ ის თუ როგორ დავგეგმოთ ქუჩაში მსვლელობა, არამედ გვესმოდეს საზოგადოების განწყობები, დამოკიდებულებები, ქცევები და ისეთი დინამიკა შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც მისთვის ადვილად დასაძლევი, უფრო მეტად მისაღები იქნება და რომელშიც რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეიძლება მონაწილეობის მიღება, ხო? ავტორიტარიზმის დამარცხების მთავარი ძირითადი წინაპირობა ეს არის მრავალრიცხოვანი პროტესტი რა. ეს არ უნდა დაგვაიწყდეს ზოგადად. იმიტომ მორჩილების გაგება ეხა როგორც ასე ვთქვათ ერთი ფაქტორის, რაც მრავალრიცხოვნებას უშლის ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? არავინ არ ლაპარაკობს მორჩილებაზე. არავინ არ ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცას ან რაღაცას ემორჩილება. ამის აღიარება ძალიან გვიჭირს ყველას და ამიტომ ძალიან ძნელია ადამიანების ანუ ამაზე ლაპარაკი, ხო, განსაკუთრებით უცხოსთან. ეხა მეგობრებიც კი ხშირად არ უთხრდებიან ერთმანეთს, რომ რაღაცის შინიათ ან რაღაცას ემორჩილებიან, ან ზოგჯერ საკუთარ თავსაც შეიძლება ვერ გამოუტყდე ამაში რა, ეს არ არის ადვილი ამბავი. და ამიტომ ეხა შენ რა გარემოებებიც მოიყვანე მორჩილების, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას კარგად გვესმოდეს, რომ იცით რა, აი მაგალითად მეუბნებიან სადღაც წავიდე, მაგრამ მე არ მივდივარ. არ მივდივარ, ანუ ვთქვათ პროტესტს თუ ვაკლდები, უერთდები მაშინ მე მთავრობის რიგებს, მე შეიძლება არ უერთდები, ასე ვთქვათ, ჩემი შინაგანი მდგომარეობა ესეთი არ არის, მაგრამ რიცხვების ასე ვთქვათ, სტატისტიკის ნაწილში თუ აი გარეთ როგორც ეს ყველაფერი გამოიყურება ამ ნაწილში, კი მე ეგრევე მთავრობის მომხრე ვარ. ეს უნდა მესმოდეს კარგად რა. და თუ ასეა მაშინ რატომ ხდება რომ არ უერთდები? ეს არის კითხვა.
რომელიც ყველამ უნდა დაუსვათ ხოლმე ჩვენ თავს. იმიტომ რომ რაღაცებს ყველანი ვუერთდებით, რაღაცებს არ ვუერთდებით და აი ეს პროცესი გააზრების რამდენად გვაქვს, ხო? რამდენად ვიაზრებთ ერთ შემთხვევაში ჩვენი მოქმედება რას ნიშნავს, მეორე შემთხვევაში რას ნიშნავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კიდევ ახლა მორჩილებას რო დაუბრუნდეთ, რა ვიცი, მართალი გითხრა, მე მორჩილების ზოგადად შეიძლება ისე არ მჯეროდეს, ასე ვთქვათ, როგორ მხოლოდ ორი ფორმის უფრო მჯერა რა. ერთი ეს არის ასე ვთქვათ, რაღაც ნებაყოფლობითი მორჩილება და მეორე არის გაუაზრებელი მორჩილება. აი, ვიღაცას რო დააგდებენ და აიძულებენ, მაგას რაღაც სხვა ტერმინი უნდა მოუფიქროთ რა. აი, რო დააშინებენ, დააშანტაჟებენ, ვიდეოს ჩაუწერენ და დაემუქრებიან, ან რაღაცა ეტყვიან, ან სამსახურიდან გაგდებით დაემუქრებიან, ხო? აი, რაღაცებიდან ანგარიშს გაუყინავენ, ამით დაემუქრებიან, ან ამას რაღაცა სხვა სახელი უნდა მოუფიქროთ. მაგრამ აი ის რასაც ქვია ვთქვათ ნებაყოფლობითი, ანუ როდესაც ადამიანი უბრალოდ ემორჩილება და გაუაზრებელი. მე მგონი აი ამის ანალიზი ძალიან საინტერესო იქნება, რომ ყველამ ჩვენ ჩვენ თავთან ერთად გავიაროთ რა ეს პროცესი და ჩვენს თავს კითხვები დაუსვათ. აი მაგალითად ინსტინქტურად ხო არ ვემორჩილები, გაუაზრებლად ხო არ ვემორჩილები. და თუ ვემორჩილები, მაშინ რას? ხო, მთელი მეცნიერება შექმნეს, ხო, რეკლამის მაგალითად, რომ აი რაღაცას უყურო და მე შენდაუნებურად მიიღო გადაწყვეტილებები რა, ანუ იმის გავლენის ქვეშ ისე მოხვდე და მორჩილების ქვეშ შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ვერც გაიაზრო. რაღაცა შეგიყვარდეს რაღაც ფორმა, შეგიყვარდეს რაღაცა გამოსახულება, შენი თავი გინდოდეს, თქვათ, მასთან დააკავშირო და ასე შემდეგ და შეიძლება რაღაცა სიგარეტის მოწევა დაიწყო, იმიტომ რომ ფილმში ვიღაცა ლამაზად ეწევა სიგარეტს. და ნუ ეხა ფილმში გემო არ ჩანს, აი ფორმა ჩანს რა და ამან დაგიმორჩილა, შენ დაგატყვევა და ეს რაღაცნაირად შენ გონებაში უკვე ჩაჯდა, ხო? აი ეგ ნაწილი რა არის ჩვენ ცხოვრებაში? ეს უნდა წარმოვიდგინოთ. და მერე უნდა წარმოვიდგინოთ, თქვათ, შეიძლება თუ არა ამისგან თავის დაღწევა, იმიტომ რომ ეგ უფრო რთული ფენომენი მგონია. როცა ნებაყოფლობით იცი რომ ემორჩილები, იქ მგონი ყოველთვის გაქვს მერე რაღაცა მომენტში გააზრების შესაძლებლობაც, როდის აღარ დაემორჩილო. ანუ გადაწყვეტილება გაქვს რომ გადაწყვიტე და ემორჩილები, ხო? მიკროფონი ოღონდ ახლოს დაიჭირე ხოლმე რა. უნდა ზალადობით გადაგაწყვეტინეს, მაგრამ ნუ შენი გადაწყვეტილება არის როგორი მოქმედება, ხო, მართალი ხარ. ხო, ანუ რაღაცა მომენტში შენ გრძნობ რა, რომ აი ამ თქვათ წნეხის ქვეშ ხარ. კი, რაღაცნაირად ნებაყოფლობითაც შეიძლება აირჩიე რაღაც მომენტში ეგ წნეხი. ნუ ეხლა შეიძლება ადვილად ვერ გამოხვიდე, მაგრამ ეს გესმის რა, რომ აქ ახარ და თქვათ როგორც კი გაგიჩნდება შანსი, შეიძლება მიიღო სხვა გადაწყვეტილება და გამოხვიდე. და მორჩილებაზე უარი თქვა. მაგრამ აი ის მორჩილებაა, ჩემი აზრით, ყველაზე რთული, რომელსაც ვერ იაზრებ. და აქ მე მგონი ზუსტად ასე ვთქვათ, აი ეს სისტემა რუსული, ეს პუტინისტური რუსული სისტემა, ხო, რომელიც დღეს საქართველოში შემოსვლას ცდილობს, ის აი ამ გაუაზრებელ მორჩილებაზე შენდება. კი, რა თქმა უნდა, ერთ ნაწილს აშინებენ, აშანტაჟებენ, როგორც თქვით და ეს ძირითადად უფრო ასე ვთქვათ, მე მგონი იმ საზოგადოების მიმართ იყენებენ ძალადობას, რომელსაც რაღაც გავლენები აქვს, აი ამ ჯგუფების მიმართ იყენებენ ძალადობას რა, მათ აქ სურთ მაქსიმალური კონტროლი, ამიტომ მათ ჩაუწერენ საძინებლებს, რაღაცა თქვათ გამოიყენებენ შანტაჟის სხვადასხვა ფორმებს, დაემუქრებიან, რა ვიცი, ციხით და ასე შემდეგ, ხო? რომ მოაქციონ მაქსიმალური კონტროლის ქვეშ. ანუ იქ არ ენდობიან, ასე ვთქვათ, შინაგან ბუნებას ადამიანის და აი ამ
გაუაზრებელი მორჩილების იმას, მაგრამ მასიურად ამის კეთება მე მგონი არც უღირთ და ძალიან რთულიც არის. ამიტომ მასიურად უკვე მიდის აი ამ გაუაზრებელი მორჩილების კულტურის გავრცელება. აი აქ უნდა მოძებნოთ. გარკვეულწილად ტრენინგიც არის ეს. მორჩილებას სჭირდება ტრენინგი. ანუ ჩვენ გვინახავს, რომ მაგალითად არ მიყვარს ეს ცირკში ცხოველები, მაგრამ აი ატრენინგებენ ცხოველებს და სპილოები, ვებხვები და დათვები გამოდიან და რაღაც სხვადასხვა ილეთებს ასრულებენ რა და ეს არის აი მაგას აკეთებენ იძულებით. მაგას აკეთებენ მატრახით და საჭმლითაც. ანუ ერთიც და მეორეც. ორივე. არა, ახლა ხო და მე მეორე მაინტერესებს რა. მე მაინტერესებს მორჩილება, როდესაც შენ ტაშს უკრავ, მარტო იმიტომ რომ სხვებიც უკრავენ. დაგიკრავს როდის მე ეგრე ტაში, აი სადაც მიხვედი და უცბად ყველამ დაიწყო ტაშის დაკვრა რა. ხო და შენს დგები და ტაშს უკრავ. ტაში არ დამიკრავს, იმიტომ რომ ტაშის დაკვრაც უკვე გარკვეული გადაწყვეტილება არის, მაგრამ აი დამიჭერია ჩემი თავი, რომ მაგალითად ყველა იღიმება იცინის და მეც გამიღიმია, თუმცა საერთოდ არ ჩამithვლია, რომ მე დავფიქრებულ ვარ, რომ სულაც არ იყო ეს სასაცილო. მე რა ორ წამში რა, მაგრამ მოხდები, ანუ ეგ რაღაცა გადამბები არის საერთო მოქმედება რა. ეხლა უყურე მას რა ქვია, რაღაც ექსპერიმენტს რა. 7 ადამიანი მონაწილეობს, აქედან 6 მსახიობია. და მე-7 არის, ნამდვილი მონაწილე, რომელიც შეირჩა კონკურსის გზით. ამ მე-7-მ არ იცის, რომ ისინი მსახიობები არიან. და ესე სხედან სკამებზე მოდის თეთრ ხალათში ჩაცმული ტიპი, პირველს მსახიობს, და ეს მე-7, რომელიც მოწვეულია, ნამდვილი წევრია, ეს ბოლოშია რა. და პირველს მსახიობს აძლევს ბურთს, პატარა ბურთს და ეუბნება დაახასიათოს ეს. და ის იღებს და ამბობს, რომ ეს არის კუბის ფორმის ფიგურა. ხა ამ ბოლოსაც ხო აჩვენებს კამერა, ხო? ამ ბოლოს სახე ეღუნება, რომ რას ქვია, ბურთს ხედავ და ეს ამბობს, რომ ოთხკუთხედი კუბია რა. კარგი მადლობა, აბა მეორეს, აბა შენ რას ფიქრობ? ხეს უყურებს, ხო ეს არის მწვანე კუბიკი, ხო რაღაცა. მე მესამეც, ხო მწვანე საშუალო ზომის კუბია და ესე, ანუ უყურე, ეს 6 ტიპი ამბობენ, რომ ეს არის კუბი, ხო და მე-7-ესთან გადადის ეს ფიგურა. ის იჭერს ამას ხელში, როგორც ყველა დანარჩენი, მაგრამ ხვდება რაც არის და ბოლოს ამბობს, რომ ხო, კუბი არის, რავი, მწვანე ფორმის ფერის და საშუალო ზომის რა. კლასიკური მაგალითი არის, ანუ გასლაითინგი შედგება ეგეთი რაღაცეებისგან, ზოგადად შიზოფრენოგენული კომუნიკაცია, მაგით შედგება, რომ აი შენ ეჭვი გეპარება შენს საკუთარ აღქმაში, კი? აი ეგ არის ჩემთვის მე მგონი მთავარი საინტერესო, რასაც ადამიანებს უკეთებენ დღეს მასიურად ამ დეზინფორმაციით საქართველოში და რითიც საბოლოო ჯამში იწვევენ მორჩილებას რა. ანუ ამ ადამიანებს რაღაცა მუდმივად, ესე იგი როგორც ლაბორატორიაში მომწყვდეულ ზაზუნებს რაღაც ინფორმაციას აწვდიან. ეს კეთდება ძალიან აგრესიულად, ისე აგრესიულად, რომ ბევრი ვერც კი ხვდება ხშირად ხმას რატო აძლევს ვიღაცას, ხო? აი ეს შტურმი, ასე ვთქვათ, მუდმივი შტურმი საინფორმაციო რა. ეს საკმაოდ ეფექტური იარაღი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ამით ასე ვთქვათ, უმრავლესობა ვერ მოიპოვა ქართულმა ოცნებამ ამ არჩევნებში რა, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს მართლა გაუმრუდა აზროვნების ველი და აი ამ რაღაც ინსტინქტური მორჩილების, ასე ვთქვათ, მდგომარეობაში შეიყვანეს და აი მე მგონი თუ ჩვენ გვინდა ეფექტური აქტივიზმი, რაღაცნაირად უნდა მოვიფიქროთ გზები, აი როგორ დავახციოთ თავი აი ამ მახეს, აი ამ ხაფანგს და მე ერთადერთი რაც ვიფიქრე ამაზე, ეს იყო მართლა პირადი კომუნიკაციები. იმიტომ რომ ჩვენ რატომღაც ჯერჯერობით კარგად ბევრ ყურადღებას არ ვაქცევთ, თქვათ აი იქით მეორე მხარეს დარჩენილი ადამიანების გადმოყვანას.
ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ არ არის ყველა და ქართულ ოცნებას არ აძლევს ყველა ხმას, იმიტომ რომ რაღაცა ფანატიკურად არის ამ ძალაზე შეყვარებული, ხო? რაღაც მიზეზები აქვს ვიღაცები მართლაც ცდილობენ რომ საქართველოს საბჭოთა კავშირში შეათრიონ, მაგრამ აი ეს ნაწილი, ვინც თქვათ გაუაზრებლად ემორჩილება ამ მითითებას, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ინსტრუქციას, ხო? აი ეს ნაწილი უნდა მოვძებნოთ ჩვენ და ეს ნაწილი უნდა გადმოვიყვანოთ აქეთ, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია და აი აქ ყველაზე ეფექტური იარაღი მართლა მგონია პირადი კომუნიკაციის დამყარება. ან ძალიან ახლო მათ სამოძრაო სივრცეში ესეთი რაღაცა პირადი კომუნიკაციის ქონა და ეს მოსაფიქრებელი ამბავი გვექნება რა. იმიტომ რომ მართლა მგონია რომ დიდი ნაწილი ვერ იაზრებს ხშირად რას აკეთებს, მარტო იმიტომ რომ აი ეს ასე ვთქვათ კვამლის კედელი მის წინაშე აღმართულია რეალობასა და მას შორის ეს საინფორმაციო ველი შეუხსეს ამ სიყალბით და მართლა დაბნეულია რა. ამ ხელა შტურმისთვის მზად შეიძლება ჩვენ არა ვართ ზოგადად ადამიანები რომ აი გაუძლოთ ესე ყველა მხრიდან მომავალ საინფორმაციო პროპაგანდას. ხო, მით უმეტეს ეს სურტყავს ისეთ ადგილებს, ტვინის თუ ამუშავებს თუ ზემოქმედებას ახდენს, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ანუ ეს რაღაც სხვა ნაწილში ჩდება რა. ეხლა შენ რაც აღწერებ, პრინციპში შენ ერთი ფაქტორიც დაამატე, პროპაგანდა და გეთანხმები. და რა ექსპერიმენტიც აღწერე, აი ეგ არის, როდესაც შენ აქმაში ეჭვი გეპარება და ეს პროპაგანდა ამას გვიქმნის თვითოულ ჩვენგანს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია მართლა ლაპარაკი. იმიტომ რომ აი იმ ექსპერიმენტში რომელიც შენ აღწერე, აი ამ მეშვიდე ადამიანამდე ერთი ადამიანი მაინც რო ყოფილიყო. ან თუნდაც იმ მომენტში, როცა ეს მეშვიდე ადამიანი ამბობდა, რომ ეს ბურთი არის კუბი, აი იქ რო დაენახა, რომ ვიღაცას ეჭვი ეპარება, აი თვალი ჩაუკრა თუნდაც, ან თქვა რომ არა, ბურთი არის, მიხვდებოდა რომ ბურთი არის. ანუ იტყოდათ, ხვდები? ანუ მნიშვნელოვანია, რომ აი ის რაშიც შენ ეჭვი გეპარება და რაშიც შენ დარწმუნებული არ ხარ, მაგრამ ფიქრობ რომ ესეა, აი ეს სხვასთანაც გადაამოწმო, სხვა ადამიანიც გაჩნდეს, რომელიც გეტყვის, რომ ხო, ბიჭო, არ გვეჩვენება. ანუ არ გვეჩვენება ეს ჩვენ. ანუ ჩვენ კი არ ვართ რაღაცა შეშლილები. ნუ გქონია. და ეგეც მნიშვნელოვანია, ეგეც კომუნიკაციის ნაწილია, რომ საკუთარი თავი გეგონოს შეშლილი. რომ დრო გერევა, რომ რაღაცები გრჩება, რომ შეიძლება არ დაგამახსოვრდა სწორად. იმიტომ რომ იქიდან არგუმენტები მოდის, არა, 3 საათზე კი არ ქონდა შეხვედრა, 5-ზე ქონდა, იმიტომ რომ მახსოვს, რომ მე სხვა შეხვედრა მქონდა 6 საათზე და ამის გამო 1 საათით გადავიტანე ის შეხვედრა. რაღაცა არგუმენტი მოაქვს, არა და შენ გახსოვს, რომ 3-ზე ქონდა. მაგრამ აი ისეთი არგუმენტი მოგიტანა, რომ ხო, შეიძლება მართლა ხო, ბევრი რაღაც ამრევია, რავი, რაღაც გამრჩენია, გონებია, რომ ჯიბეში მიდევს და არ მქონია. და ხო, ესეთები ვართ, ანუ ადამიანები ვართ და ამ მდგომარეობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეგრძნებები ერთმანეთთანაც გადავამოწმოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ველაპარაკოთ. და პირადი კომუნიკაცია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ხო, იქედან ერთი იარაღი არის ტელევიზორი თუ ინტერნეტი თუ სხვა კომუნიკაციის იარაღები არის ჩართული და შენ იქ უწევ კონკურენციას, მაგრამ იმ სივრცეში, მაგრამ აი ეს პირადი საუბრის სივრცე კიდე სხვა არის. ანუ კიდევ სხვა ემოციურ ზემოქმედებასაც ახდენს ადამიანზე და ნუ კეთილგანწყობასაც გრძნობს ადამიანი და შენს დამოკიდებულებასაც და იმასაც რო არ ატყუებ და რაცაც არ ემაიმუნები რა. და მანდ ერთი მომენტია კიდე, როდესაც დეცენტრალიზებულ სამოქალაქო აქტივიზმზე ვლაპარაკობთ, აი სწორედ მაგ ტიპის აქტივიზმი მიდის ინდივიდუალურად უახლოვდება საზოგადოებას უფრო ეფექტურად, ვიდრე ცენტრალიზებული. ხო, იმიტომ რომ აი დეცენტრალიზაცია რას ნიშნავს, რომ პატარა უბნის, პატარა კორპუსის, ქუჩის დონეზე არსებობს პატარა ჯგუფი, რომელიც იქ მუშაობს. ანუ ამ ჯგუფმა ყველაზე კარგად იცის მის სამეზობლოში რა ხდება. და ვისთან არის საჭირო უფრო მეტად ინფორმაციაზე მუშაობა, ვისთან არის საჭირო მეტად ლაპარაკი, აი ეს კარგად ესმის ადგილობრივს, ამიტომ პირად კომუნიკაციაზე როცა ვლაპარაკობთ, აქ
აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს დეცენტრალიზაციის პირობებში ეს ყველაზე კარგად კეთდება და აი უკვე რამდენიმე დღე არის Facebook-ზეც უკვე პოსტავთ აი საჭიროებაზე, ხო, რაზეც სულ ლაპარაკობთ, რომ აუცილებელია ადგილობრივი პატარა ჯგუფების შექმნა. ხო, იქნება ეს 5 კაცი, მაქსიმუმ შეიძლება 10 ადამიანი, რომელიც თავის ქუჩაზე, თავის კორპუსში, თავის პატარა უბანში, ხო, აი მიკროუბანში რაღაცა ფიქრობს აი ამ თემებზე და ცდილობს იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვისთანაც დრო უნდა დახარჯოს სალაპარაკოდ. იმიტომ რომ რეალურად მოდი ვთქვათ რა, ივანიშვილის კარტელმა ეს დიდი ხანი აკეთა. ანუ ისინი მივიდნენ რაღაც უბნებში, მოძებნეს თავისი საყრდენი მხარდამჭერები, ეს იყო ნაწილი კრიმინალი, ეს იყო ნაწილი ყოფილი, თქვათ, ნაციონალური მოძრაობის პარტიული აქტივი. ამ ადამიანებს შესთავაზეს გარკვეული გარიგება დაუდეს. მეორე ტიპის მსხვილი გარიგება ეს დადეს ნარკოტიკებით, ანუ ძალიან ბევრი ნარკოტიკი გაავრცელეს ძალიან ბევრ ადამიანთან და ესეც ხელშეკრულებად შეიძლება ჩავთვალოთ და აი ამ ადამიანებით დაიწყეს მერე მუშაობა ყველა დანარჩენთან რა. ეხლა 12 წელია მუშაობენ, ეფექტურობის ხარისხი უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ დაბალი აქვს ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად ძლიერი საზოგადოება ყავს, იმიტომ რომ ნუ ეხა თუ 40%-ს ვერ ცდებიან და იმის გათვალისწინებით, რომ კიდე იქ აყალბებენ რა, ანუ ხო, ანუ აი ამას თუ ვერ ცდებიან, მაგალითად თბილისში, ეს ნიშნავს, რომ მართლა ძალიან ძლიერი საზოგადოებაა, რომელსაც შეუძლია მოიგერიოს ეს ყველა საფრთხეები, მაგრამ აი 30%-ში, რომელიც მათ თბილისში აიღეს. აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იქიდან კიდე შეგვიძლია ერთი 10%-ის გამოგლეჯვა, იმ 10%-ის, რომელიც აი ესეთ რაღაცნაირად ინსტინქტური მორჩილების მდგომარეობაში შეიყვანეს რა. და სანახავია ეს ხალხი და სალაპარაკო ამ ადამიანებთან არ დაგვაუწყდეს თბილისის 70% დღეს ოპოზიციურია და თბილისის 80% თუ ოპოზიციური გახდება, მთავრობა დამთავრებულია. მთავრობა ვერ მოიგებს საჩხერეში ნაძალადევი 80%-იანი წარმატებით, ან ცაგერში ნაძალადევი 80%-იანი წარმატებით. ეს მანაც კარგად იცის, იმიტომ რომ აი ეს 80%-ის ნამდვილად ნებაყოფლობითი მორჩილება არის. იქ არ არსებობს ეს რაღაცა იდეოლოგიური ან გაუაზრებელი პროცესი, ყველამ კარგად იცის, სამსახურივით წავიდნენ არჩევნებზე და შემოხაზეს. მაგრამ აი აქ თბილისში, სადაც რეალური ბრძოლა მიდის, ხო, პოლიტიკური ბრძოლა და ნუ ალბათ უნდა ვთქვათ, რომ ქუთაისშიც საკმაოდ კარგი პოზიციები ქონდა კარტელის მოწინააღმდეგე მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას ზოგადად, ხო? არ ვიცი კიდე რაღაც ქალაქები შეიძლება ჩამოთვალოთ, სადაც ეს წინააღმდეგობა მათ მოხვდათ. აი ამ ადგილებში ჩვენ გვჭირდება დავიმატოთ კიდე მომხრეები მათ ხარჯზე, ვისაც აი ეს ინსტინქტური მორჩილება გაუღვივეს და ეს არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ყველა ვინც კარტელის მხარეს არის, ყველა არ არის საქართველოს იდეის მტერი. ეს კარგად უნდა გვესმოდეს და იქიდან ჯერ კიდევ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანის გადმოყვანა საქართველოს პროექტის, საქართველოს იდეის მხარეს, რომელსაც მაინდა-მაინც არ უნდა საბჭოთა კავშირი, თორე ვიღაცები ნამდვილად არიან, ვისაც უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა და ესეც უნდა გავიაზროთ, რომ რა ვქნათ, ეხლა კოლონიიდან მოვდივართ და ეგ აუცილებლად იქნებოდა. ამასობაში ჩვენი დრო მივახლოვდა დასასრულს და კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მსმენელს, გამოიწერეთ, subscribe-ს დააჭირეთ, დავიტოვეთ კომენტარები და თუ სადმე რაღაცა თქვენი სამეგობრო ჯგუფები გაქვთ, ჩვენ ამ ვიდეოებს ვაზიარებთ ჩვენ Facebook გვერდზე, შემოდით და გადააზიარეთ თქვენ ჯგუფებშიც, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს საუბარში და ერთად გავიაზროთ რეალობა, ხო? ვიმოქმედოთ არა ინსტინქტებით, არა ემოციებით, არა სპონტანურად, არამედ გააზრებულად და შევქნათ გონიერი პროტესტი. ხო, ეგ არის. მე დავამატებ
მხოლოდ ერთ რაღაცას, ნუ კიდევ თითქოს მაქვს დარჩენილი რაღაც სათქმელები, მაგრამ შემდეგ შეხვედრებზე ვიტყვი და ერთ რაღაცას დავამატებ, რომ აი აქტივიზმზე, აი ამ პატარა აქტივიზმზე, გაშლაზე და მოდებაზე, მოფენაზე, ასე ვთქვათ, უნდა ჩავწეროთ კიდევ. კიდევ კი არა, უფრო ესე ჩამოყალიბებულად, კონკრეტულად ამას მივუძღვათ. შეხვედრა რა. ნუ რამდენიმე ფაქტორი იყო კიდევ, რომელსაც ჩემი აზრით, მაგრამ არ შევეხეთ, მაგრამ ნუ შემდეგ შეხვედრებზე რაღაცნაირად გავივლით რა. ეგ არის. კარგით. მე რავი, შენს გემშვიდობები და ვინც გვიყურებს და გვისმენს იმას. აბა დროებით შემდეგ შეხვედრამდე.